რა ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება ქვეყნის მასშტაბით და დაგეგმილი არის თუ არა არსებული პრობლემური ზონების და მონაკვეთების აღდგენითი სამუშაოები. თემებზე სასაუბროდ პირდაპირ ეთერში ახლა გვიერთდება ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე. მოგესალმებით, პირველ რიგში დიდი მადლობა რომ დროს გვითმობთ. პირველ რიგში მადლობა თქვენ მოწვევისთვის გადაცემით. სანამ უშუალოდ პროექტებზე გადავალთ, აუცილებლად მეკითხოთ სიუჟეტზე, რომელიც ახლა ვიხილეთ. აპირებს თუ არა თქვენი უწყება უშუალოდ რომ ჩაერთოს მაჩხანის ისტორიული უბნის რეაბილიტაციის პროცესში. პირველ რიგში უნდა აღვნიშნო, რომ მართლა ძალიან საინტერესო სიუჟეტი იყო და საბედნიეროდ საქართველოს ძალიან დიდარი არის ესეთი დასახლებებით, სოფლებით, სადაც მართლა ძალიან მნიშვნელოვანი კულტურული მემკვიდრეობის ობიექტებია, ჩვენი ისტორია და ჩვენი ხელისუფლება და მთავრობა აქტიურად მუშაობს ამ მიმართულებით. ზოგადად ესეთი განახლების და რეგიონების განახლების მიმართულებით ჩვენ კონკრეტულ ამ საკითხსაც აუცილებლად განვიხილავთ და მე დარწმუნებული ვარ, რომ ის ერთ-ერთი ჩვენი პრიორიტეტი იქნება, თუმცა ეს არ არის მხოლოდ ინფრასტრუქტურის სამინისტროს გადასაწყვეტი, ჩვენ ყველანი ერთად მთავრობაში იმედი მაქვს, რომ ძალიან მალე მივიღებთ გადაწყვეტილებას ამ ძალიან საინტერესო, ასე ვთქვათ, სოფლის აღდგენით სამუშაოების წარმოების შესახებ, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ზოგადად რეგიონების განვითარება ერთ-ერთი პრიორიტეტი არის ჩვენი მთავრობის და მათ შორის სიღნაღის მუნიციპალიტეტში ჩვენ ძალიან ბევრ საინტერესო პროექტს ვახორციელებთ, რომელიც ნაწილი უკვე დაწყებულია, ნაწილი დაგეგმვის ეტაპზე არის და უახლოეს პერიოდში დაიწყება, თუმცა რადგანაც კახეთს და მაჩხანს შევეხეთ, არ მინდა რომ პრობლემებს გავექცეთ და მინდა ერთ-ერთი პრობლემური ობიექტი ვახსენო, ეს არის ველისციხე, სადაც წლების განმავლობაში გაჭიანურდა რეაბილიტაციის სამუშაოები და მოსახლეობის გულისხმობაც იყო ამასთან დაკავშირებით აბსოლუტურად სამართლიანი. ჩვენ კონტრაქტი, რომელიც არსებობდა, გავწყვიტეთ მშენებელ კომპანიასთან, იმიტომ რომ ის ვერ ასრულებდა მასზე დაკისრებულ ვალდებულებებს და მე მინდა თქვენი ეთერით ვისარგებლო და ბოდიში მოვუხადო ველისციხის მოსახლეობას იმ პრობლემებისთვის, რაც მათ შეექმნათ ამ გაჭიანურებული რეაბილიტაციის პირობებში. რადგან გაჭიანურებული რეაბილიტაცია ახსენეთ, მაშინ ხომ არ შეგვიძლია დავაკონკრეტოთ როდისთვის იგეგმება თქვენ? სამწუხაროდ ჩვენ შეზღუდული ვართ ხოლმე კანონმდებლობით გათვალისწინებული ვადებით, როდესაც კონტრაქტის გაწყვეტას მოსდევს შემდგომში პროცედურები, რომელიც კანონით არის სავალდებულო, ეს საერთაშორისო შესყიდვა იყო დონორის წესებით, ჩვენ დონორთან აქტიურად მუშაობთ, რომ რაც შეიძლება მალე გამოცხადდეს ახალი ტენდერი, ვყავდეს ახალი გამარჯვებული კომპანია და განვაახლოთ ველისციხეში სამუშაოები, თუმცა მანამდე ჩვენ ვაპირებთ, რომ გზის სამუშაოები, გზის მოპირკეთების სამუშაოები დავიწყოთ, მაგრამ მინდა ვთქვა, რომ ველისციხის პროექტი დღეს ახლა ცოტა შეიძლება მოსახლეობას მოეჩვენოს, რომ ჯერ რაც დაწყებულია ის დაამთავრეთ და საომავლო გეგმებზე საუბარი შეიძლება ზედმეტად ეჩვენოს ვინმეს, მაგრამ გულწრფელად ველისციხეში იმის გარდა რაც იყო დაგეგმილი, მართლაც ძალიან ბევრია გასაკეთებელი და ჩვენ შევეცდებით, რომ მთლიანად კიდევ უფრო მასშტაბური გახდეს ეს პროექტი. გასაგებია, რადგან კახეთზე ვსაუბრობთ, ისევ კახეთის ირგვლივ ვიტრიალოთ, გაზაფხულია, უხვინალექის პერიოდია და ბოლო 2 კვირის განმავლობაში განსაკუთრებულად დაზიანდა კახეთის რეგიონი წვიმების შედეგად ადიდებულმა მდინარეები კალაპოტიდან გადმოვიდა, ინფრასტრუქტურა დაზიანდა, მაგალითად ვიცით, რომ გურჯაანის მუნიციპალიტეტში ხიდი დაზიანდა, ლაგოდეხში მდინარე ალაზნის მიმდებარე ტერიტორიაზე ვთქვათ, სახლებიც დაზიანებულია, ინფრასტრუქტურა, საკარმი და მონაკვეთები. საინტერესოა, რას აპირებს თქვენი უწყება? გულისხმობთ თქვენი კომპეტენციის ფარგლებში. არის თორე დაგეგმილი ვთქვათ, ნაპირსამაგრის სამუშაოების წარმოება, ვთქვათ, თუნდაც მდინარე დურუჯს გულისხმობ, რომელიც უხნალექიანია და ყოველწლიურად მოსახლეობა გაზაფხულის პერიოდზე ერთ და იგივე პრობლემის წინაშე. აი ეს პრობლემები რომ მინიმუმამდე იყოს შემცირებული, რა გაქვთ გეგმა? არა, ვერ დაგეთანხმებით, რომ ყოველწლიურად მოსახლეობა ერთ და იგივე პრობლემების წინაშე არის. გულისხმობ, მდინარეების ადიდება ყოველთვის იწვევს ინფრასტრუქტურის დაზიანებას. საქართველოში არის დაახლოებით 26,000 მდინარე. აქედან უმეტესობა არის მთის მდინარე, საკმაოდ აგრესიული. სამინისტრო წლების განმავლობაში მუდმივად მუშაობდა იმასთან დაკავშირებით, რომ ნაპირსამაგრის სამუშაოები განხორციელებულიყო და ეს არის საგზაო დეპარტამენტის
ასე ვთქვათ, ვალდებულება მის კომპეტენციაში შედის, რომ ნაპირსამაგრის სამუშაოები აწარმოოს. ძალიან ბევრ ადგილას ჩატარებული არის პრევენციული სამუშაოები და ნაპირსამაგრის სამუშაოები, რომელიც მუშაობს. დინარე ალაზანი, ბატონ რევაზ, ანუ შარშან რა. თქვენის ნებართვით. რა თქმა უნდა, სტიქია, ყოველთვის ვერ გათვლი, თუ სად და როგორ შეიძლება რა პროცესები განვითარდეს. ჩვენ წელს მაგალითად გავაორმაგეთ ნაპირდაცვითი სამუშაოების ბიუჯეტი და თუ საჭიროება იქნება კიდევ უფრო მეტ სახსრებს მოვიზიდავთ იმისთვის, რომ ყველა ის კრიტიკული წერტილი, რაც არსებობს, ჩვენ პრევენციულად მოხდეს ნაპირდაცვის სამუშაოები, ნაპირსამაგრის სამუშაოები, იმისთვის, რომ ის ზიანი, რაც შეიძლება სტიქიამ გამოიწვიოს, მინიმუმამდე იყოს დაყვანილი, მათ შორის ეს ეხება ალაზანს, მათ შორის იმ ხიდზე, რომელზეც თქვენ საუბრობთ, ეს ხიდი მართალია არ არის საგზაო დეპარტამენტის ასე ვთქვათ, მფლობელობაში, თუმცა ჩვენ, რა თქმა უნდა, მუნიციპალიტეტს დავეხმარებით იმაში, რომ ამ ხიდის აღდგენა განხორციელდეს. ალაზანზეც ჩატარდება შესაბამისი ნაპირდაცვითი სამუშაოები, მიმდინარეობს უკვე დაგეგმვა. დურუჯი ერთ-ერთი ყველაზე აგრესიული მდინარე არის და როგორც ჩემთვის არის ცნობილი, წლების წინ განხორციელდა მასშტაბური ღონისძიებები დურუჯის კალაპოტის გაწმენდასთან დაკავშირებით. ეხლა სპეციალისტებთან ერთად და სპეციალისტების ჩართულობით რაც იქნება საჭირო, რა ღონისძიებების გატარებაც იქნება საჭირო, ჩვენ აუცილებლად ამ ღონისძიებებს განვახორციელებთ. რადგან სტიქიაზე ვსაუბრობთ, ტყიბულზეც გითხავთ, თქვენ იმყოფებოდით სტიქიის ზონაში, მაინტერესებს ახლა რა ვითარება ადგილზე და რა კეთდება რეალურად იმისთვის, რომ ადგილობრივებმა შეძლონ უსაფრთხო ცხოვრების გაგრძელება იქ? მე მართლაც ადგილზე ვიყავი, ძალიან მძიმე სანახავი არის ის რეალობა, რაც დღეს კურსებში გვაქვს. ჩვენის მხრივ, ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტო აქტიურად არის ჩართული ამ პროცესებში და მიმდინარეობს შესწავლა. მუნიციპალიტეტმა დაუყოვნებლივ და რეგიონულმა სამინისტრომ მიიღეს შესაბამისი ზომები ადამიანების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ხოლო ჩვენი მხრივ, ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში ჩვენ უახლოეს პერიოდში დავიწყებთ დროებითი გზის მოწყობას, იმიტომ რომ დღეს ის არსებული გზა რაც იყო ფაქტიურად არ არის განვლადი. მოვაწყობთ დროებით გზას და დავიწყეთ უკვე მუშაობა თუ გრძელვადიან პერსპექტივაში კაპიტალურად მოეწყოს უკვე გზა, რომელიც მოემსახურება დააკავშირებს ერთმანეთს ქუთაისსა და ტყიბულს. განსაკუთრებით გადავინაცვლოთ საგანმანათლებლო პროექტებზეც, სკოლების მშენებლობა, რეაბილიტაცია აუცილებლად უნდა ვისაუბროთ ამ თემაზე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და პრობლემურია თუ შეიძლება ასე ვთქვათ რეგიონებისთვის. არის სოფლები, სადაც ვთქვათ რამოდენიმე წლის წინ სკოლები დაიხურა, იმ პირობით რომ უნდა აშენებულიყო ახალი, ან ვთქვათ რიგ შემთხვევაში რეაბილიტაცია ჩატარებოდა შენობებს. თუმცა პრობლემა კონკრეტულ სოფლებში ისევ პრობლემად რჩება და ვთქვათ დაანონსების მიუხედავად დღემდე ეს საკითხი არის გადაუჭრელი. მაგალითად აი ქარელში მოხისის სკოლა, კახეთში მანავის სკოლა, ბევრი ასეთი შეგვიძლია ჩამოვთვალოთ. რომ გვითხრათ რა ეტაპზეა ამ მიმართულებით სამუშაოები, როდის უნდა ველოდოთ ამ მშენებლობის დასრულებას და ვადები როგორია ეს საინტერესო. ეს ძალიან მნიშვნელოვანი და მართლაც რთული პრობლემა არის და ჩვენ არ ვართ ხელისუფლება, რომელიც თვალს დახუჭავს ან მიაყურადებს რაღაც პრობლემას. ჩვენ ვაღიარებთ, რომ ეს არის ნამდვილად პრობლემა და ის გადაწყვეტილებაც, რომელიც იყო მიღებული მთავრობის მიერ, რომ ინფრასტრუქტურის სამინისტროს გადმოეცა და ეს მოხდა შემოდგომაზე, მთლიანად გაუქმდა ეგრეთ წოდებული ესიდა, რომელიც ანხორციელებდა ძირითადად სკოლების მშენებლობას და ამ პროცესებმა გადმოინაცვლეს, მათ შორის მიმდინარე პროექტებმა გადმოინაცვლეს ინფრასტრუქტურის სამინისტროში. მინდა გულწრფელად გითხრათ, რომ საკმაოდ მძიმე რეალობასთან ჰქონდა საქმე, ხშირ შემთხვევაში დოკუმენტაციის მოუწესრიგებლობა, მშენებლობები გაჩერებული, პროექტების არასრულყოფილი პროექტები და ზოგ შემთხვევაში საერთოდ არარსებული პროექტები და ჩვენ ეტაპობრივად მესმის აბსოლუტურად ვიზიარებ მშობლების, ბავშვების გულისწყრომას და ეს არის ძალიან ლოგიკური, როდესაც წლების განმავლობაში ბავშვები ვერ ახერხებენ სრულფასოვანი სწავლა-განათლების მიღებას, ეს ნამდვილად არის ძალიან დიდი პრობლემა და სახელმწიფოსთვის ეს არის ერთ-ერთი პირველი გამოწვევა და ის პრიორიტეტი, რომელზეც ჩვენ ყველაზე აქტიურად მუშაობთ. და ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ყველა ეს პროცესი განახლდეს, თუმცა
აქ აქტიურად არის, რა თქმა უნდა, ჩვენ არ ვართ აქ წამყვანი, ასე ვთქვათ, სამინისტრო, განათლების სამინისტრო არის, ვინც გვინსაზღვრავს პრიორიტეტებს, თუ სად როგორ უნდა აშენდეს, რეაბილიტირდეს თუ ასე შემდეგ სკოლები. ჩვენ აქტიურად მუშაობთ ახლა, მანავის სკოლა ახსენეთ და დღე-დღეზე კონკრეტულად რო ვისაუბროთ, რა სამუშაოები ხდება, ვიცით თუ ჩვენ არა. მე მაგალითად, როდესაც ჩვენთან არის მომართვა კონკრეტულად სასკოლო საზოგადოების მხრიდან ნებისმიერ სკოლასთან დაკავშირებით, ჩვენ ადგილზე ჩავდივართ, მეც, ჩემი თანამშრომლებიც და ვეუნებით და ვესაუბრებით მოსახლეობას იმაზე, თუ კონკრეტულად მათი ინტერესის ქვეშ არსებულ სკოლაზე როდის დაიწყება პროექტი, რა პროცესები მიმდინარეობს და ეს აბსოლუტურად გამჭვირვალეა. მანავის სკოლასთან დაკავშირებით. ბოდიში შეგაწყვეტიათ, აი მოხისის სკოლა მაგალითად მშენებლობა არც დაწყებულა იქ. რეალურად ეს პრობლემა, რომელიც ადგილობრივებს აქვთ, ქმნის მათთვის ძალიან ბევრი მიმართულებით პრობლემას, ვთქვათ, უწევთ ბავშვებს მეზობელ სოფლებში სიარული, რიგი ჩამონათვალია, შეიძლება ჩვენ არაერთხელ გავაშუქეთ რეპორტაჟი ამასთან დაკავშირებით. აი, თუნდაც მათ რომ მივცეთ პასუხი ჩვენი ეთერის საშუალებით. რას, როდის გეგმავთ? ამ ეტაპზე რა პროცესია, რა ეტაპი იქნება შემდეგი ნაბიჯი? აი, მანავის სკოლასთან დაკავშირებით არ მომეც საშუალება, რომ მანავის მოსახლეობასაც უთხრა, რომ დღე-დღეზე გამოცხადდება ტენდერი, უკვე პროცედურები დასრულებული არის, სადაც გამარჯვებულის გამოვლენის შემდგომ დაიწყება სკოლის რეაბილიტაცია. რაც შეეხება მოხისის სკოლას, პროცედურები არის შემდეგი, რომ როდესაც ჩვენ ვიღებთ პრიორიტეტებს სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში იგზავნება და იქიდან მიღებული პასუხის შესაბამისად სამინისტრო ახდენს რეაგირება სარეაბილიტაციო თუ ახალი სკოლა ასაშენებელი, მაგრამ ერთ ზოგადად ვიტყვი, ხარ ვარ ჩამოვთვალოთ ეს, იმიტომ რომ ძალიან ბევრია დამერწმუნეთ, მოხისის და მანავის გარდა უამრავი სკოლა არის და არა მხოლოდ რეგიონებში, მათ შორის თბილისშიც არის ძალიან მწვავედ ეს პრობლემები. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ტიპიური პროექტები შეიქმნას სკოლების მოცულობიდან გამომდინარე და განვახორციელებთ ამ პროექტების, ახლა მიმდინარეობს აქტიურად მუშაობა, პროექტირება და უკვე მიბმების მეთოდით ჩვენ განვახორციელებთ სკოლების სწრაფ ტემპში მუშაობას. ანუ არ დაგვჭირდება ყველა სათითაო თითოეულ სკოლაზე ჩვენ ახალი პროექტის შექმნა აღარ იქნება საჭირო, გვექნება მზა პროექტები, რომელიც რა თქმა უნდა დროში ამ პროცესს ძალიან დააჩქარებს, რაც ყველაზე მნიშვნელოვანი არის მოსახლეობისათვის. მოსახლეობისათვის ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ დროულად, ისედაც როგორც თქვენ ბრძანეთ წლების განმავლობაში არსებული პრობლემები, რაც შეიძლება დროულად გადაწყდეს. ანუ თქვენგან აქვს მოსახლეობას პირობა, რომ დროულად მოხდება. ჩემგან აქვს პირობა, რომ ჩვენთვის სკოლების მშენებლობა არის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი, რომ და ჩვენ ყოველდღიურად მუშაობთ იმაზე, რომ ამ მიმართულებით შეფერხებები არ არსებობდეს. მთლიანად მთავრობა, იმიტომ რომ აქ ძალიან ბევრი უწყება არის ჩართული და უწყებების ჩართულობა არის მნიშვნელოვანი, რომ ეს პროცესები არ შეფერხდეს. ბაგაბაღებზეც კითხავთ, მშენებლობა, რეაბილიტაცია, ამ ეტაპზე რამდენ ბაგაბაღში მიმდინარეობს, თქვა, სარეაბილიტაციო სამუშაოები, საინტერესო რამდენი ბაგაბაღის მშენებლობის ეტაპია დაწყებული უკვე. დაახლოებით ეხლა მთელი საქართველოს მასშტაბით მიმდინარეობს 70-მდე ბაღის მშენებლობა რეაბილიტაციის პროცესი. ზოგადად ბაღი არის ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი, ეს არის ბავშვების განვითარებისთვის პირველი, ასე ვთქვათ, საფეხურები და მნიშვნელოვანი არის, რომ ბავშვებმა კარგ და სრულფასოვან გარემოში დაიწყონ სოციალიზაციის პროცესი. ჩვენთვის ბაღებთან მიმართებაში გვაქვს ხარისხთან დაკავშირებით გამოწვევები, აქტიურად მუშაობთ იმაზე, რომ ამ მიმართულებით მიმდინარე მშენებლობებში და რეაბილიტაციებში სიტუაცია გამოსორდეს და ბუნებრივია ახალ მშენებლობებზე ძალიან მკაცრები ვიქნებით ხარისხთან დაკავშირებით. ჩვენ უზრუნველყოფთ იმას, რომ მე ძალიან გულზე მხვდება ხოლმე, როდესაც ჩავდივარ ბაღში და მაგალითად თუნდაც სათამაშო მოედანი ხდება არ თუ თლად ხარისხიანი მასალით მოწყობილი. მე არ ვფიქრობ, რომ ჩვენი ბავშვები იმსახურებენ ნაკლებად ხარისხიან სათამაშო მოედნებს. ჩვენ უზრუნველყოფთ იმას, რომ ყველა სოფელში მაღალმთიანი იქნება ეს თუ ბარში, ყველა დასახლებულ პუნქტში ჩვენ უმაღლესი დონის და ხარისხიანი საბავშვო ბაღები ავაშენებთ. ეს არ ეხება მხოლოდ საბავშვო ბაღებს, ეს ეხება ყველაფერს.
ნებისმიერ ინფრასტრუქტურას, რომელსაც ჩვენ შევქმნით. ხარისხი არის საკითხი, რაზეც თქვენ ხშირად საუბრობთ, ახლაც ამას გაუსვით ხაზი და სწორედ უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები არის ხოლმე ხშირად მიზეზი, რის გამოც ვადები, ვთქვათ, ხანგრძლივდება. აი ამ პრობლემაზე როგორ წარმოგიდგენიათ, ანუ რა უნდა გაკეთდეს თქვენი კომპეტენციის ფარგლებში, თქვენი უწყების მხრიდან, რას გეგმავთ, რომ თქვათ აი ხარისხის კონტროლი უფრო კაცრად მოხდეს, ან თქვათ ამ პრობლემამ არ შეაფერხოს შემდეგ უკვე პროცესის საბოლოო ჯამში. ხარისხი მართლაც არის მნიშვნელოვანი გამოწვევა ჩვენი ქვეყნისთვის და მათ შორის კერძო სექტორისთვის. ჩვენ ძალიან აქტიურად ვმუშაობთ და მე მგონია, რომ ბოლო თვეების განმავლობაში ყველა დარწმუნდა, მათ შორის კერძო კომპანიები, ვინც არიან ჩვენი პარტნიორები და კონტრაქტორები, დარწმუნდნენ იმაში, რომ ამ მიმართულებით კომპრომისები არ იქნება. მათ მოუწევთ ამ თამაშის წესებთან შეგუება, არ აქვს მნიშვნელობა ეს ადგილობრივი კომპანია იქნება თუ საერთაშორისო კომპანია. ეს იქნება მაგისტრალის მშენებლობა თუ ბაღის მშენებლობა, ხარისხთან მიმართებაში მიდგომა იქნება ერთნაირი. როგორი კომპანიაც არ უნდა იყოს და მე გარწმუნებთ, რომ კი თუ მაქვს საშუალება სოციალურ ქსელში სამინისტროს გვერდზე წავიკითხე ერთ-ერთი კომენტარი მოქალაქის, რომ აი თქვენ მინისტრი რო დაგვპირდაო, რომ აპრილში გრიგოლეთის მონაკვეთი გაიხსნებოდა, რა ხდება ამასთან დაკავშირებითო და მინდა ამ მოქალაქესაც და ზოგადად საზოგადოებასაც უთხრა, კი დაგეგმილი ნამდვილად ესე იყო, რომ აპრილის თვეში უნდა გახსნილიყო ეს გზა, თუმცა ჩვენ აღმოვაჩინეთ გარკვეული ხარვეზები ერთ-ერთ კონკრეტულ ხელოვნურ ნაგებობასთან დაკავშირებით და ხდება ამ კონტრაქტორს დავავალდებულეთ, რომ მოეხდინა დემონტაჟი ამ ნაგებობის და ხელახლა მისი მშენებლობა და რა თქმა უნდა ვადამ გადაიწია. ნებისმიერ ესეთ შემთხვევაში ჩვენ რა თქმა უნდა ჩვენთვის მთავარი ამოცანა ამოსავალი წერტილი არის სწრაფად განვახორციელოთ პროექტები, მაგრამ ეს სისწრაფე ვერ იქნება ხარისხის ხარჯზე და ეს ესე ვერ მოხდება და მოსახლეობასაც მინდა ვუთხრა, რომ გაგებით მოეკიდოს, რასაც ჩვენ ვაშენებთ, ეს თაობებს უნდა მოემსახუროს და ჩვენ ზუსტად ამ განწყობით ვართ, რომ ეს იქნება გზა, სკოლა, ბაღი თუ ნებისმიერი დაწესებულება, თეატრი, რომელსაც ავაშენებთ იმ გათვლით, რომ ეს მოემსახუროს შემდგომ თაობებს და ეს არ იყოს მხოლოდ ერთჯერადად რაღაცა სანახაობისთვის და თუნდაც რაღაც ერთჯერადი ეფექტისთვის განხორციელებული. რადგან გზებზე ვსაუბრობთ, ცენტრალურ მაგისტრალებზე უნდა გკითხოთ, სად იგეგმება უახლოეს პერიოდში ახალი გზის μονაკვეთების გახსნა? გახსნა, მშენებლობის დაწყება? მშენებლობის დაწყებაც და ჯერ დავიწყოთ, სად ველოდოთ, რომ უახლოეს პერიოდში ვთქვათ გზის სავალინე აქტიურად მიმდინარეობს მშენებლობა კახეთის მიმართულებით მაგისტრალის, თუმცა აქაც გვაქვს გარკვეული გამოწვევები და აქტიურად მუშაობს საგზაო დეპარტამენტი და სამინისტრო, რომ კონტრაქტორმა კომპანიამ შეასრულოს ის ვალდებულებები, რაც მასზეა დაკისრებული და ამას ჩვენ ბოლომდე ვუზრუნველყოფთ, რომ ეს ესე იყოს. აქტიურად მიმდინარეობს გურიის მონაკვეთზე სამუშაოები. რადგან კახეთი ახსენეთ, მაყვა-ტიეთ უნდა შეგაწყვეტნიათ, ავტობანი კახეთის როდის უნდა გაიხსნას? მაგ მონაკვეთზე ვსაუბრობ. ხო, როდის გაიხსნება ზუსტად? ზუსტად მაგაზია ლაპარაკი და მე მინდა დღეს ვთქვა, რომ ჩვენ გვაქვს ხარისხთან დაკავშირებით გვაქვს პრობლემები უკვე გახსნილ მონაკვეთზე. ეს არის თბილისის საგარეჯოს მონაკვეთზე, სადაც აღმოჩნდა ხარისხის პრობლემები და ეხლა ამ პრობლემების გამოსასწორებლადაც ვმუშაობთ. ხოლო რაც შეეხება მეორე მონაკვეთს, ეს არის საგარეჯო ბადიაურის მონაკვეთი. აქაც ზუსტად იგივე პრობლემა რო არ მივიღოთ, რომ გახსნის შემდგომ წარმოიშვა ხარისხის პრობლემები, ჩვენ ძალიან დეტალურად ვსაუბრობთ მათ შორის დღეს არსებულ სამუშაოებში, როგორ ხდება ხარისხის სტანდარტების დაცვა და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ კონტრაქტორ კომპანიასთან ერთად ამას აუცილებლად უზრუნველყოფთ და წელს აუცილებლად ეს გზა უნდა გაიხსნას. აქტიურად მიმდინარეობს გურიის მიმართულებით, როგორც მოგახსენეთ და სეზონისთვის, ტურისტული სეზონისთვის ჩვენ იმედი გვაქვს, რომ გურიის 6 კილომეტრიანი და ის 3 კილომეტრიანი მონაკვეთი აუცილებლად გაიხსნება. რაც შეეხება სეზონისთვის ველოდებით. დიახ, რაც შეეხება სამტრედიისთან, ყველა საუბრობთ ამაზე,
ტერიტორიაზე ყველა მიცის სამტრედიის ხიდის მონაკვეთს. აქ სიტუაცია მდგომარეობა უпроსორად ცოტა უფრო რთულად არის, მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოები და სამწუხაროდ წელს სამტრედიის ხიდის მონაკვეთის გახსნა ვერ მოხერხდება. ჩვენ აქტიურად მუშაობთ იმისთვის, რომ რაც შეიძლება დავაჩქაროთ ეს პროცესი და მალე უკვე მოსახლეობას შეეძლოს ამ მაგისტრალის მშენებლობა, უпроსორად ამ მაგისტრალის სარგებლობა თბილისიდან ბათუმამდე უკვე შეუფერხებლად, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის, მაგრამ ამავე დროს უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენ აქტიურად დავიწყეთ თბილისის შემოვლით გზის მშენებლობის პროცედურები. წიწამურიდან ავჭალამდე პირველი, მეორე, ეგრეთ წოდებული მეორე მონაკვეთი გზის უკვე დასრულებული არის ტენდერი და შეფასება მიმდინარეობს, გამარჯვებულ თუ ვინ გაიმარჯვებს. ასევე შემდგომი მონაკვეთის ტენდერი სრულდება უახლოეს დღეებში და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ თბილისის შემოვლითი გზის 4-ვე მონაკვეთზე სამუშაოები წელს დაიწყება და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და აქვე მინდა ვთქვა, რომ ამ მონაკვეთებზე ჩვენ გარკვეული ცვლილებები შევიტანეთ, მათ შორის ატენდერო პირობებში, იმისთვის, რომ ქართულ კომპანიებსაც შეძლებოდათ მონაწილეობის მიღება და მიიღეს კიდევაც, შეიქმნა ქართული კონსორციუმი, მართალია მათ ფასით ჯერჯერობით კონკურენტებს ვერ აჯობეს, თუმცა მე იმედი მაქვს, რომ ეს პროცესი გაგრძელდება. სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანი არის კიდევ ერთხელ ვამბობ, არა მხოლოდ ინფრასტრუქტურის მშენებლობა, არამედ მათ შორის ძლიერი ქართული კომპანიების შექმნა ამ პროცესში და ჩვენ ობიექტურად ამას ხელს შევუწყობთ აუცილებლად. რადგან დედაქალაქისკენ გადმოვინაცვლეთ, ცხეთაში იმყოფებოდით რამდენიმე დღის წინ, სადაც გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. გზის გარდა კიდევ რა იგეგმება ცხეთის მუნიციპალიტეტში რის? დიახ, ჩვენ პარლამენტის წევრ ბატონ დიმიტრი ხუნდაძესთან ერთად მისი უпроსორად ასე ვთქვათ თხოვნით ჩვენ ვიყავით მცხეთაში სამხარეო რწმუნებულთან ერთად მერიც აქტიურად არის ამ პროცესებში ჩართული დაიწყო ცენტრალური გზის რეაბილიტაცია რაც ძალიან მნიშვნელოვანი არის ეს არის 7 კილომეტრიანი მონაკვეთი და მოეწყობა თანამედროვე სტანდარტების მაგისტრალის სტანდარტის საავტომობილო გზა და ასევე ძალიან მნიშვნელოვანი არის ჩვენთვის ყველასთვის ალბათ ყველას ჩვენი სენტიმენტები გვაქვს ცხეთასთან დაკავშირებით და ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ქალაქი არის. იქ იყო ურბანული გარკვეული ქსოვილის განახლებაზე საუბარი და ჩვენ გადავწყვიტეთ რომ ჩვენ აუცილებლად დავიწყებთ ამ პროცესებს მათ შორის ქუჩების კეთილმოწყობას, შენობების კეთილმოწყობას და ეს პროცესიც დაიწყება აქტიურად და ასევე მინდა გამოვყო მნიშვნელოვანი ეს არის უზარმაზარი რეკრეაციული სივრცის მოწყობა დაახლოებით 70 ჰექტარ ტერიტორიაზე ეს არის სვეტიცხოვლის ქვევით ალბათ ყველანი დავკვირვები ვართ ტერიტორია რომელიც დღეს არის აბსოლუტურად მიუხედავი და ეგრეთ წოდებული თეატრონის ტერიტორია რეკრეაციული სივრცის მოწყობა. რაც მგონია რომ არა მხოლოდ მცხეთისთვის იქნება ძალიან მნიშვნელოვანი აქ დაახლოებით 70 ჰექტრამდე ტერიტორიაზეა საუბარი. არამედ მგონია დარწმუნებული ვარ უпроსორად რომ თბილისის აგლომერაციისთვის და ბევრი თბილისელისთვის ეს იქნება დასვენების ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი და მე იმედი მაქვს რომ პროექტირება უკვე მიმდინარეობს. ჩვენ გავეცანით ადგილზე თუ როგორ ხდება და პროექტება და იმედი მაქვს რომ სამუშაოები ძალიან მალე დაიწყება. გასაგები ანაკლია განმუხურის სანაპირო ზოლზეც უნდა კითხოთ, სადაც ასევე იმყოფებოდით, თუ არ ვწდები გასულ კვირას. ამ პროექტზე რომ მოგვიყვეთ, ამ დროისთვის რა სამუშაოები მიმდინარეობს და რა იგეგმება იქ? არის თუ არა ამ დროისთვის უკვე დაწყებული სამუშაოები? ზოგადად განმუხური და ანაკლია არის ჩვენი აზრით ტურისტულად შეიძლება გახდეს ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და მიმზიდველი ადგილი და დარწმუნებული ვარ რომ ეს ნამდვილად ესე იქნება და ჩვენი ინვესტიციით, მოდი ასე ვთქვათ, ინფრასტრუქტურაში, ზუსტად ნებისმიერი ინფრასტრუქტურული პროექტი არის საბოლოო ჯამში აისახება ეკონომიკაზე, ეკონომიკურ ზრდაზე და ეს ამის ნათელი მაგალითი არის.
საუკეთესო პროექტი მზადდება, რომელიც იქნება განმხური ანაკლის მთელი სანაპირო ზოლის რეაბილიტაციის და აქ შესაბამისი ტურისტული ინფრასტრუქტურის შექმნის და ამასაც მგონია პროექტის დასრულების შემდგომ დაუყოვნებლივ გამოცხადდება უკვე სამშენებლო სამუშაოებზე ტენდერი. მანამდე ჩვენ საავტომობილო გზების დეპარტამენტმა დაიწყო ეროზირებული ნაპირის აღდგენის სამუშაოები. დაახლოებით 100 მეტრი არის ზღვა განმხურის სანაპიროზე შემოწეული, წაგვართვა ასე ვთქვათ ხმელეთის ნაწილი და ჩვენ დავგეგმეთ წელს ეს სამუშაოები მიმდინარეობს და ყოველწლიურად იქნება განხორციელებული ეს სამუშაოები, რომ შენარჩუნდეს სანაპირო ზოლი. ასევე სანაპირო ზოლთან დაკავშირებით ორიოდე სიტყვით ვიტყვი, რომ ჩვენმა სამინისტრომ დაიწყო დიდი კვლევა და დიდი პროექტი შავი ზღვის სანაპიროს სუსტი წერტილების, სადაც გვაქვს ეროზიის პრობლემა თუ გლობალურად და ერთხელ და სამუდამოდ როგორ შეიძლება გადაიჭრას ეს პრობლემა, მათ შორის საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით და იმედი მაქვს, რომ ამ მიმართულებითაც უახლოეს პერიოდში ძალიან აქტიურად გადაიქმნება ნაბიჯები. გზების საკითხს ვერ ამოვწრო, რომ არ კითხოთ ხაშურის გზაზე, რომელიც ძალიან ბევრი წელია. გზებთან დაკავშირებით მეც ბევრი მქონდა საქმე, იმიტომ რომ აქტიურად მიმდინარეობს, ასევე ქვეშეთი კობის გზის მშენებლობა. ქვეშეთი კობის გზა როდის დასრულდება, როდის იგეგმება და მე უკვე ხაშურზეც გადავიდა. ბატონო, ქვეშეთი კობის გზის მშენებლობა აქტიურ ფაზაში არის. გუდაურამდე გზას იმედი გვაქვს, რომ ზაფხულში გავხსნით, თუმცა მეორე მონაკვეთს მართალია 9 კილომეტრიანი გვირაბის მშენებლობა უკვე დასრულებულია, თუმცა იქ გვაქვს რამოდენიმე უნიკალური საინჟინრო ნაგებობა და მათ შორის ერთ-ერთი არის 166 მეტრიანი რეგიონში ყველაზე მაღალი თაღოვანი ხიდი, რომლის მშენებლობასაც საკმაოდ რთული მეტეოროლოგიური პირობები არის იცით და რთული საინჟინრო ნაგებობა, ამიტომ გარკვეული დრო ჭირდება, მაგრამ იმედი მაქვს, რომ 28 წლისთვის ეს დასრულდება. ასევე აქტიურად მიმდინარეობს ლარსის მიმართულებით გზის მშენებლობა და ეხლა დაიწყება კიდე ახალ ეტაპს დავიწყებთ, გამოცხადდება ტენდერი უკვე არშა სტეფანწმინდას მიმართულებით გზის მაგისტრალის მშენებლობაზე, რაც მნიშვნელოვანია ადგილობრივებისთვისაც და მნიშვნელოვანი არის ტურისტული თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია ტრანზიტული თვალსაზრისით და მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ აღარ მოხდეს გზა, როგორც იცით, ვინც გუდაურში ხშირად სარგებლობს ამ დასასვენებელი ადგილით, იცის, რომ ხშირად ხდება გზის ჩაკეტვა და ეს საერთოდ მოხსნის ამ პრობლემას, თუმცა ზვავსაშროების და ზვავებთან დაკავშირებით ჩვენ ცალკე გეგმა გვაქვს, თუ როგორ უზრუნველყოთ ის, რომ არ მოხდეს დღეების განმავლობაში გზის ჩაკეტვა, თუნდაც ძველ მონაკვეთზე, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება და იმ ტექნოლოგიების დანერგვა, ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, რაც აპრობირებული არის საერთაშორისო დონეზე. ჩვენ ზოგადად, ჩვენი მთავარი გამოწვევა არის, რომ საქართველოს შემოვიტანოთ ყველა ის საუკეთესო გამოცდილება და საუკეთესო ტექნოლოგია, რაც მსოფლიოში არსებობს და ეს ყველაფერი დავნერგოთ ჩვენ ქვეყანაში. ეს იქნება სამშენებლო სტანდარტები, ხარისხის კონტროლი თუ ნებისმიერი სხვა რამ. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ამ მიმართულებით ძალიან ასე ვთქვათ, სწრაფი ნაბიჯებით უნდა ვიაროთ, იმიტომ რომ საკმაოდ უკან ვართ, მაგრამ ეს არ არის მხოლოდ სახელმწიფოს, ასე ვთქვათ, მხოლოდ სახელმწიფოს მხრიდან ამ მიმართულებით ნაბიჯების გადადგმა არ არის საკმარისი. კერძო სექტორმაც აქტიურად უნდა იმუშაოს ამ მიმართულებით და ვფიქრობ, რომ ერთობლივად ჩვენ აუცილებლად ძალიან მაგარ შედეგს დავუდგებთ. გასაგები, სანამ დაგემშვიდობებით ხაშურზეც უნდა მიფიქროთ. ხაშურთან დაკავშირებით ხო, გზა, რომელიც ძალიან გაიწევა. რო არ დარჩეს განცდა, რომ პრობლემებს გავურბივართ, პრობლემებს საუბარს. ნამდვილად ძალიან მძიმე მდგომარეობა არის. იმყოფებოდით თქვენ ცოტა ხნის წინ. მე ყველგან ვიმყოფებოდი, სადაც კი პროექტებს ვახორციელებთ. ხაშურში მიმდინარეობს წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების მოწყობა. სამწუხაროდ აქაც კონტრაქტორთან გვაქვს გარკვეული პრობლემები, თუმცა რა თქმა უნდა ამას როდესაც ვსაუბრობ, არ ვსაუბრობ თავი ვიმართლო. არა, გასაგები, მაგრამ კონკრეტული ვადები დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე გვაქვს თუ არა განსაზღვრული როდის დასრულდება?
მესმის რომ თქვენ გსურთ ახლა თარიღი დავასახელო, მაგრამ მე მინდა პრობლემის არსი თქვა, პირველ რიგში ვაღიაროთ ის ზოგადად მინდა გითხრათ რომ პრობლემების არსებობა ეს არ ნიშნავს სახელმწიფოს არც სიძლიერეზე და არც სისუსტეზე არ მეტყველებს. მთავარია როგორ რეაგირებს სახელმწიფო ამ პრობლემებზე და ჩვენ გვაქვს ძალიან სწრაფი და ადეკვატური რეაგირება ნებისმიერი პრობლემის მიმართ, რომელიც არსებობს და ვაღიარებთ რომ კონკრეტულ კონტრაქტორთან ხაშურში არსებობს პრობლემა, რომელიც თავისზე დაკისრებულ მოვალეობებს დროულად და ჯეროვნად ვერ ასრულებს. ჩვენ ვცდილობთ რომ რაც შეიძლება მალე ეს პრობლემები აღმოიფხვრას და მალე დასრულდეს პროექტი და შესაბამისად კეთილმოწყობის სამუშაოებიც განხორციელდეს და ხაშურლებს არ მოუწიოთ იმ მდგომარეობაში ყოფნა, რა მდგომარეობაში დღეს ისინი არიან და მე არასდროს უკან არ ვიხევ ხოლმე რომ ბოდიში მოვიხადო მათ შორის ხაშურლების წინაშე იმ დისკომფორტისთვის და დისკომფორტიც არ ქვია ალბათ უფრო მეტია, რასაც ისინი მთელი ამ პერიოდის განმავლობაში განიცდიან. ძალიან დიდი მადლობა, ძალიან საინტერესო იყო თქვენთან საუბარი და თქვენი პასუხების მოსმენა. მადლობა რომ დაგვითმეთ დრო ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე იყო მოამბის სტუდიაში და პასუხობდა ჩემს შეკითხვებს.